სხვადასხვა ადგილზე ჩადენილი დანაშაული ერთი და იმავე პირების მონაწილეობით დაკავებული 6 ადამიანი, მათ შორის 2 არასრულწლოვანია. გამოძიება ამბობს, რომ ეს იყო ლიდერის მიერ მართული დანაშაულებრივი დაჯგუფება, რომელიც სავაჭრო ობიექტებს ძარცვავდა. ვრცელდება აუდიო და ვიდეო მასალები, რომლებიც ქურდობის ფაქტებს და ჯგუფის ხელმძღვანელსა და წევრებს შორის საუბრებს ასახავს. დაკავებულებს შორის 3 სავაჭრო ობიექტზე გამყიდველად მუშაობდა. საგამოძიებო მასალების მიხედვით იძარცვებოდა ქვეყნის მასშტაბით წინასწარ შერჩეული ობიექტები, ნაქურდალი პროდუქტები კი ასევე წინასწარ განსაზღვრულ ადგილებზე იაფად იყიდებოდა. ეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული კადრებია, რომელზეც საგამოძიებო უწყების განცხადებით 14 წლის მოზარდების მიერ სხვადასხვა სავაჭრო ობიექტების გაქურდვის ფაქტებია ასახული. მართალია კადრები სხვადასხვა დროსა და ადგილზეა გადაღებული, თუმცა ქურდები ერთი და იგივე პირები არიან. სწორედ ამიტომ შინაგან საქმეთა სამინისტრო მათ დანაშაულებრივ დაჯგუფებას უწოდებს. დღეს 6 მათგანი დააკავეს. დაკავებული ხართ ბრალდებულის სახით. არასრულწლოვნები ობიექტებიდან მართსაწინააღმდეგოდ ეუფლებოდნენ დიდი ოდენობით თანხას, სურსათს, სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელს და სიგარეტებს. ნაქურდალ პროდუქტს კი საბაზრო ღირებულებაზე ნაკლებ ფასში, თბილისში თევდორე-მღვდლის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრში წინასწარის შეთანხმებით აბარებდნენ. ნაქურდალის რეალიზაციის შედეგად დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხის ძირითად ნაწილს ჯგუფის ლიდერი ისაკუთრებდა. საგამოძიებო უწყების განცხადებით დაჯგუფებას ყავდა ეგრეთ წოდებული ლიდერი, რომელიც არასრულწლოვნებს სხვადასხვა სახის კოორდინაციას უწევდა. მათ შორის მათთვის გასაქურდი ობიექტების შერჩევას, მათ გადაადგილებას უზრუნველყოფდა და ქურდობის მომენტში თვალთვალით აზღვევდა. ამასთან სამინისტროს მიერ გავრცელებულ ფარულ აუდიო ჩანაწერში ასახულია ლიდერის მხრიდან არასრულწლოვნების მიმართ მუქარებიც, მათ შორის ის კონკრეტული თანხის მიტანას კონკრეტულ ვადაში მოითხოვდა. მომისმინე ეხლა მორჩი ჩემი დედასაში მეთქი გაინძერით მეთქი მინიმუმ 500 ლარი ეხლა დღეს გჭირდება. ბიჭო რატო რას არ იყო მაგის საშუალება? რა არ იყო ბიჭო სხვები შემოვიდნენ და მიიღეს. ო ჩემი დედა თუ არ გადავხიო. სობია შევიდეს. თორე ან დედი ბიჭო. ეგრე უდგას. ჩემი დედა უაძე უყურე. 1 მეტრში დგანან, ბიჭო, მიდი მეთქი, ჩემი დედა არ გააფუჭო. ბიჭო, მეტი მოქონდა, შენ როა შაურ ხალი შემომივარ და საწყობში. ხო, ბიჭო, ტელეფონზე გელაპარაკე. ტელეფონია ჩემი ინტერნეტი. WhatsApp-ი მეგონას. ბიჭო, შიგნით სასმელები არ არის? სასმელები არა. რაკენით? ჯეკპოტი უკვე უკან მოვდივართ. ლომა? იპარავდნენ თითქმის ყველაფერს, სურსათს, ალკოჰოლს, სიგარეტს და სალაროებში დატოვებულ თანხას, რასაც შემდგომ სხვა სავაჭრო ობიექტებში საბაზრო ღირებულებაზე გაცილებით დაბალ თანხად აბარებდნენ. მოპარულის გაყიდვასაც ლიდერი კურირებდა და სამართალდამცველების განცხადებით მიღებული თანხის დიდ ნაწილსაც თავადვე იტოვებდა. ეს თბილისში თევდორე-მღვდლის ქუჩაზე დიდ სავაჭრო ცენტრში არსებული ერთ-ერთი სასურსათო მაღაზია. ახლა ის დაკეტილია, რადგან 6 დაკავებულიდან ერთ-ერთი ამ სავაჭრო ობიექტის მფლობელი და გამყიდველია. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ის გუშინ აქვე დააკავეს და ობიექტი დალუქეს. სავარაუდოდ აქედანვე ამოიღეს მოპარული ჩაბარებული ნივთებიც. ეგენის გამოგიტან მაგას არ არის პრობლემა. შატილი, დრუპრატი და პრეზიდენტი. ეგენი რომელ მაღაზიებშია შევალდე და სუტი. რამდენი ტელეფონი არის? ამას დაფაში. ეგ არის ასოცი, ხო? დევინახე მარტო რომ ხალხი მიადგა იმ მაღაზიებში. ეს სამართალდამცველები შემოვიდნენ ესე უბრალოდ? სამართალდამცველები იყვნენ, არ ვიცი ახლა, მე ყველას ვაჭრობას ვყურებ, ჩემ ტავარზე დავდივარ. მივიდნენ მაღაზიას ნახე, რა თქმა უნდა მოხვედი, ჩემთან ესე მივიდნენ. აღწერა გააკეთეს და всё, მეტი არაფერი არ ვიცი. და დაპატიმრებაც აქ მოხდა, ვიცით რომ ქალბატონი არის დაპატიმრება. ეგ მაგდენ უკვე აღარ ვიცი, იმიტომ იქ ხალხრავლობა იყო, ბევრი იყო, ისინი თავად. დიდხანს გაგზავნა ეს ამბავი. მე არც ქალბატონი აღარ დამინახია, დილას დევინახე, გამარჯობა მითხრა და მეტი არა. ანუ იმ დღეს ჩაულებრივად ვაჭრობდი ეს ქალბატონი. ჩაულებრივად მაგ ღია ხონა და ვაჭრობდა. და რას კიდი დაიდრო? კამფეტები ხონა და 100 წონი კამფეტები ქონდა აი ამ მამაკაც რო უწვია. ადვოკატის განცხადებით დაკავებული მოვაჭრე ბრალს აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს, ხოლო არასრულწლოვნებიდან ერთ-ერთი დუმილის უფლებას იყენებს. 6-ვე დაკავებულს დღეს პროკურატურამ ბრალი უკვე წარუდგინა. დაკავებულებს ბრალდება ორგანიზებული ჯგუფის მიერ არაერთგზის ქურდობის ორგანიზების, ქურდობის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია საცავში უკანონო შეღწევის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ წინასწარის შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახით და ზომად 6-დან 10 წლამდე და 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პროკურატურა ბრალდებულებისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. შევხვდი ბრალი წარუდგინეს დღეს 186 მუხლის მესამე ნაწილს
ამ პუნქტით და დავეცარებ რა ვიცი. დანაშაულებელი გზით მოპოვებული ნივთის შეძენა. აღიარებს ბრალს? კი აღიარებს. ის არასრულწლოვანია, ვიცი რომ ამ საქმეში ორი არასრულწლოვანია და ბატონი მეორე არ ვიცი, ეს ვიცი რომ არასრულწლოვანია. ანუ დადგენილება გააცნეს. როგორი არის მისი პოზიცია? ახლა მის პოზიციაზე საუბარი ცოტა რთულია. ვერ გეტყვით ჯერ ვერაფერს. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მაღაზიებთან ერთად ასევე გაიჩხრიგა დაკავებული მოვაჭრეების საცხოვრებელი სახლებიც, საიდანაც ამოღებულია სავარაუდოდ ნაქურდალი პროდუქციის რეალიზაციის შედეგად მიღებული დიდი ოდენობით ფულადი თანხა, სხვადასხვა დასახელების პროდუქტი, სიგარეტები და ალკოჰოლური სასმელები. გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს. სისხლის სამართლის კოდექსის 177 მუხლის მეოთხე ნაწილით, რაც ქურდობას განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს და სასჯელს 7-დან 10 წლამდე ვადით ითვალისწინებს. მეორე კი 186 მუხლის მესამე ნაწილია, რაც დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ნივთის შეძენას გულისხმობს და სასჯელის ვადად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული. ამასთან შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, აღნიშნულ საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულებრივ სქემაში ჩართული სხვა პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით.